CESCOM საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები დაიწყო. სასწავლო პროექტის საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება. კურსები ითვალისწინებს პროფილურ სწავლებას და მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობას. სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ. საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით საქმიანობას და ახორციელებს სხვადასხვა სასწავლო პროექტს. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყო სასწავლო პროექტი საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები, რომლის მონაწილეებიც გაეცნობიან იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც შემდგომ საშუალებას მისცემთ მათ, თუ კი იქნებიან საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში, რომ დაკისრებული ფუნქციები წარმატებით შეასრულონ. ტრენინგის მონაწილეები თეორიულ მასალასთან ერთად ასევე ეცნობიან დამოუკიდებლად ასრულებენ გარკვეულ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რაც ხელს უწყობთ მათი ტექნიკური ჩვევების გამომუშავებას. მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის საარჩევნო სისტემა, რომლითაც ჩატარდება 4 ოქტომბრის არჩევნები, ასევე გაეცნობიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისთვის შეთავაზებულ სერვისებს, მათ დამოუკიდებლად განახორციელონ კენჭისყრაში მონაწილეობა. ასევე ისინი გაერკვევიან იმის მნიშვნელობაში, თუ რაოდენ დიდი როლი აკისრია არჩევნების ინკლუზიურობას და კომისიის ტრენინგის მონაწილეები ასევე გაეცნობიან საკითხებს, რომელიც ეხება ხმების დათვლასა და შედეგების შეჯამებას. სწავლებასთან დაკავშირებით მივიღეთ ინფორმაცია და ვესწრებით შესაბამისად სწავლების კურს გავდივართ და მომავალში თუ კი ჩატარდება და თუ კი მოგვიწევენ კომისიაში სამუშაოდ, ადვილი შესაძლებელია, რომ ადვილად გავიგოთ და მარტივად გავაკეთოთ ყველა